რა, ხო ისა ცირკია ეს სასამართლო შაპიტუ არის და ეს ჩემი პროცესი ძალიან ღიმილის მომგვრელია მე დავებია რომ პოლიტიკურად დევნიდი კაცს და საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწე ალიბაბაის რომელიც კაშვილმა არიცის არ თვალით ვნახავს არავის. და დღეს კიდევ უფრო ანეკდოტური დღე იყო, იმიტომ რომ პროკურატურამ მოიყვანა მოწმეები, რომლებმაც თქვეს რომ არაფერი არ დაგვინახავს, არაფერი არ ვიცით, ამ კაცს არ ვიცნობ საერთოდ და პირიქით ეს მისდევდა ის კაცი რკინის ჯოხს უყავდა ამ ჩემთვის მეორე უცნობ კაცო და მე პროკურორები ისეთ უხერხულ დღეში ჩავარდნენ რომ აქეთ საყიდრულობდნენ კითხვებს რატო არ უსმოთ ხალხი იწევს არაფერი არ დაგვინახავს და რა კითხვა უნდა და რატო არ დაინახეთ არაფერი ხო არ კითხავ ესეთ უბედურ და სამართლიანო დღეში არის პროკურატურა ამ საქმესთან დაკავშირებით მაგრამ ნუ ხო იცით ის არის რა ქვია გაგვეცინა მაგრამ ნუ ეს მოსამართი არ იღებს გააცვეთილებს. Შედავად იმისა, რომ ძალიან ანეკდოტური ვითარება იყო, ძალიან კურიოზული ვითარება იყო, პროკურატურა საყიდულობდა პროკურორები რომ რატო არ უსვათ კითხოს და რა კითხვა უნდა დაიუსოთ, არაფერი არ უნდა ყავთ იმ კითხავს და რა უნდა გვეთქვათ. შესაბამისად, მაგრამ ნუ ამ ანეკდოტურობის მიღმა არის ეს რეპრესიული მთელი მექანიზმი, ხო რომ როცა უნდათ, რასაც უნდა იმ გაწყვეტილებას გამოიტანენ და ეს გაწყვეტილება ამ სასამართლო დარბაზში შეჯიბრებითობის პრინციპიდან კი არ დანება და გამოდის. არამედ კი ვიღაცა რავი დინარაძე, ყობახიძე ეწვია რა. ჩანჩურა მოსამართლე და იმას გადაწყვეტილებას მიიღო. მაგრამ ნელ-ნელა მიჭერენ აშკარად რა, ეს ერთბაშად დაჭერა, პორცია მიჭერენ.